ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მიმართვა ჰქონდა ევროკავშირის ელჩს საქართველოში ანგარიშის დასკვნას პაվել ჰერჩინსკიმ გამანადგურებელი უწოდა. ელჩმა გაიმეორა ევროკომისარ მარტაკოსის სიტყვები, რომ უკუსვლა უპრეცედენტოა. საქართველო არ იმყოფება იმ გზაზე, რომ ევროკავშირის წევრი 2030 წელს ან უფრო მოგვიანებით გახდეს. ჰერჩინსკის პრესკონფერენციაში ჩვენი კორესპონდენტი სოფო ვარდიაშვილი დაესწრო. სოფო, რა ძირითადი გზავნილები მოისმინე ამ პრესკონფერენციაზე? ეს ანგარიში, რომელიც ძალიან მძიმე და კრიტიკული შინაარსის არის საქართველოს მიმართ, რთული შესაფასებელი აღმოჩნდა ევროკავშირის ელჩისთვის საქართველოში. პაվել ჰერჩინსკიმ თვითონ თქვა, რომ მისთვის არ არის იოლი ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან ძალიან მძიმე შეფასება მიიღო მისი პროფესიული კარიერის განმავლობაში საქართველომ, რომელიც მისი შეფასებით ახლა უფრო შორს არის ევროკავშირისგან, ვიდრე 3 წლის წინ, როდესაც ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა, რომელიც ერთ დროს იყო მოწინავე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ახლა მას ფაქტობრივად შეჩერებული აქვს ურთიერთობები ევროკავშირთან. პაվել ჰერჩინსკიმ გაიმეორა ამ ანგარიშის მთავარი მიგნებები, რომლებიც ყველა მიმართულებით ასახავს უკუსვლას საქართველოსთან დაკავშირებით. კითხვები, რა თქმა უნდა, შეეხებოდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის მაგალითად ხომ არ გადაიხედება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არსებობის საკითხი, ხომ არ შეიძლება დადგეს უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი, ან არის თუ არა საბოლოოდ საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კარი დახურული. პაվել ჰერჩინსკი კაფიოდ ამბობს, რომ ამ ტრაექტორიით, რაც ახლა აქვს საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში, ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც 2030 წელს და ეს რიტორიკა ჩვენ ვიცით, რომ აქვს ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი 2030 წელს. და რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას, ამაზე გამოქვეყნდება ანგარიში დეკემბერში და პაվել ჰერჩინსკი ამბობს, რომ წინასწარ ამ თემაზე სპეკულირება მას არ სურს, რაც შეეხება არის თუ არა შესაძლებელი, რომ კიდევ გაიხსნას შესაძლებლობა საქართველოსთვის, ის მთელ პასუხისმგებლობას ქართული ოცნების ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ანტიდასავლური, ანტიევროკავშირის რიტორიკისა და ევროკავშირის დემონიზების ნაცვლად ქართული ოცნების ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ევროკავშირისკენ მომავალ გზას. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისათვის საქართველოში, წლევანდელი ანგარიშის წარმოდგენა ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისათვის. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობისგან იმაზე ბევრად უფრო შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში უკუსვლის დონე აბსოლუტურად უპრეცედენტოა. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის, სწრაფი რღვევის და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვები. ინსტიტუტები პარტიული მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებას ძირი გამოუთხარა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რაც სასამართლოს მიტაცების რისკებს ქმნის. სისტემურმა რეპრესიულმა ქმედებებმა სამოქალაქო სივრცეს და მედიის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენეს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება სრული დაუსჯელობის პირობებში მიმდინარეობდა. ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა, დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები პერიოდულად ვრცელდებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ და მისი მიზანი იყო ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოთხრა. წამყვარი ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განცხადებებთან ერთად ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე, დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს.
უპრეცედენტოდ მძიმე ამბავი საქართველოს ისტორიაში ასე აფასებენ ამ ანგარიშს ყოფილი დიპლომატები, რომლებიც შიშობენ, რომ ამ კურსის პირობების შესაძლოა კანდიდატის სტატუსის, უვიზო მიმოსვლისა და ასოცირების ხელშეკრულების გადახედვის საკითხიც კი დადგეს. Report that has been issued only a moment ago in Brussels. რამდენიმე წუთის წინ წარმოდგენილი გაფართოების ანგარიში ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს. საქართველოს არ მიდის იმ ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირში წევრობას მოიტანს. არც 2030 წელს, ან უფრო გვიანაც. Democratic backsliding. არის უკუდახება დემოკრატიული განვითარების გზაზე. არის ძალიან მტრული ანტიევროპული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მეორდება ძალიან მაღალ დონეებზე ხელისუფლების. ხდება ეროზია ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების მოსახლეობისა, რაზეც დაფუძნებულია თავად ევროკავშირი. ეს არის აზრის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები. საქართველოს ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, სანამ არის უკუსვლა ამ მიმართულებებით. მე და ჩემი პერსონალი ევროკავშირის წარმომადგენლობაში სწორედ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ, რომ ხელი შეუწყოთ საქართველოს წინსვლას, რომ საქართველოს იყოს წარმატებული მაგალითი. მაგრამ ამისათვის საჭიროა კეთილი ნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომლებმაც უნდა მისდიონ იმ საბაზისო წესებს, იმ საბაზისო პრინციპებს, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. მოკლედ იმ საფრთხებზე ლაპარაკობენ ყოფილი ელჩები, რაზეც წეღან ვახსენე, რომ შესაძლოა გადაიხედოს კანდიდატის სტატუსიც, უვიზო მიმოსვლის საკითხიც და ასოცირების ხელშეკრულების არსებობის საკითხიც საქართველოს ისტორიაში და ისინი მიიჩნევენ, რომ ამ კურსის პირობებში ამ პრივილეგიების შენარჩუნება რთული იქნება, ამიტომ აუცილებელია ევროკავშირის დახმარებასთან ერთად შიდა წინააღმდეგობის გაძლიერება. მსგავსი შემთხვევა ევროპის კავშირში უბრალოდ არ იძებნება, რომ კანდიდატი ქვეყნის მთავრობა ასე მოქცეულ იყოს და უპრეცედენტო არის ჩვენთვისაც, რომ საქართველოს ისტორიაში, უახლეს ისტორიაში ნამდვილად ვერ იპოვით მაგალითს, როდესაც ასე ზუსტად ძალიან მკაფიოდ ხაზგასმით ცალსახად ყოველგვარი მოკიბვის გარეშე აი ამ კონკრეტულ კატასტროფაში დადანაშაულებული არის საქართველოს მთავრობა. იმ დასკვნაშიც რაც დაიდო, ის არის ძალიან ტრაგიკული, იმიტომ რომ ჩვენ ქონდა ძალიან დიდი შანსი, ჩვენ წლების განმავლობაში ასევე ვანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება არის, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამ გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ ევროპას, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ ძალიან სამწუხარო მოცემულობის წინაშე, როდესაც ყველაფერი რაც არის ევროპაში, ის კარგი, ის სიმდიდრე, ის უკეთესი ცხოვრება, ყველაფერს ამას ვკარგავთ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს წაიყვანონ რუსეთის მიმართულებით. რეალობა ის არის, სამკაფიოდ დააფიქსირეს, რომ აი ეს სიტუაციაში, როდესაც ფუნდამენტალური ღირებულებები ევროკავშირის და პრინციპების იღღვევა ყოველდღიურად საქართველოში, ადამიანის უფლებები, ღირებულებები, ხო ძირითადად თავისუფლებები ირღვევა, არ აქვს საქართველოს ამ პირობებში სიცოცხლის უნარიანი გზა ევროკავშირამდე. საბოლოოდ კარი არ არის დახურული, მაგრამ აი ამ რეკომენდაციების, აი ამ მოთხოვნების, ხო, შესრულების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი წინსვლა და შესაბამისად შეიძლება კარი ღიაა, მაგრამ იქ კარებში დგანა, რომლებიც ამოწმებენ, ხო, აი ამ ჩვენ წინ გადადგმულ ნაბიჯებს. ვიდრე ამ პრესკონფერენციას გამართავდა პაվել ჰერჩინსკი, მისული იყო ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში, თქვა, რომ მას ჰქონდა ვალდებულება ეს ევროკომისიის ანგარიში ოფიციალურად გადაეცა ამ უწყებისთვის და გადასცა მან ეს დოკუმენტი ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. ქართული ოცნების ხელისუფლების პოზიციით ამ დროს დაინტერესდა უცხოური მედია, რომელიც ჩვენგან განსხვავებით ხშირად არ ისმენს ხოლმე ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს. მათი პოზიციის შესახებ პაվել ჰერჩინსკის არ ულაპარაკია, თუმცა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ეს ანგარიში გამოღვიძების შეძახილი იქნება და ქართული ოცნება დაუბრუნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას.